ასევე მინდა ვისაუბრო მაკენზი დერნის და ჯილიან რობერტსონის დაპირისპირებაზე. ეს გახლავთ UFC-ის strawweight ტიტულზე დაპირისპირება. მაკენზი დერმა მოგეხსენებათ როგორც იქნა მოახერხა დაუფლებოდა UFC-ის ტიტულს, გზელი გზა გაიარა, მაგრამ ასე ვთქვათ, მეტნაკლებად კარგი ბრძოლები ჩაატარა დამარცხების და გამარჯვების შემთხვევაშიც და საბოლოო ჯამში მოიპოვა ბრძოლა ტიტულზე, გაიმარჯვა და ეხლა უკვე პირველი დაცვა ექნება სტილისტურად მის მსგავს ოპონენტის წინააღმდეგ, ჯილიან რობერტსონის წინააღმდეგ. დიდი ხანია რობერტსონი მას უმიზნებს როგორც ასე ვთქვათ ჯიუ-ჯიტსუს მებრძოლების დაპირისპირებას MMA-ში და უფრო მეტი საბმიშენი აქვს რობერტსონს ვიდრე დენს იმის მიუხედავად რომ დერნი ბევრად უფრო ასე ვთქვათ დიდი მიღწევის მქონე გრაპლერი არის ჯიუ-ჯიტსუს სამყაროში ვიდრე რობერტსონი. მას აქვს ADCC-ის ბევრი ტიტული მოგებული, მას აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი რამოდენიმეჯერ მოგებული, მაგრამ MMA-ის კუთხით რობერტსონს აქვს პრეტენზია, რომ ის უკეთესი გრაპლერი არის და ის შეძლებს ასე ვთქვათ დერნის დამარცხებას, მაგრამ ბოლო მომენტებში სხვანაირად ამღერდა, მე ჯიუ-ჯიტსუს არ ვაპირებო, მე ძალადობას ვაპირებო და რაღაც მსგავსი საუბრებზე გადავიდა, მაგრამ დერნს აქვს დღესდღეობით საკმაოდ შეკრული უნარები, აქვს კარგი საკმაოდ სტრაიკინგი გრაპლერისთვის, ტეიქდაუნებიც ნორმალურად აქვს საკმაოდ და მიწაზე ძალიან ელიტარულია, ქვევიდანაც, ზევიდანაც, სკრემბლებში ეგრეთ წოდებულ გაცვლებში საკმაოდ კარგი არის დერნი, ასევე რობერტსონიც და ჩემი აზრით ბევრ სკრემბლს ვნახავთ ამ ბრძოლაში, იქნება რაღაც მომენტები, სადაც მოხდება ეს გრაპლინგის გაცვლები. რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ ორი მაღალი დონის გრაპლერი ხდება, რომ ერთმანეთის გრაპლინგები, ასე ვთქვათ, გათიშონ და მე ძირითადად სტრაიკინგში მიდის ხოლმე ბრძოლა. ალბათ დიდწილად მაგასაც ნახავთ, თუმცა მაინც ველოდები გრაპლინგის ნახვას. და არ ვიცი, აი კი მეტი საბმიშენი აქვს რობერტსონს, საშში გრაპლერი არის, საშში მებრძოლი არის, მაგრამ ჩემი აზრით მაინც სუფთა გრაპლინგის და თუნდაც MMA-ის გრაპლინგის თვალსაზრისით მაინც ექნება დენს უპირატესობები. ჯიუ-ჯიტსუ არ არის მარტო საბმიშენები, საბმიშენები ჯიუ-ჯიტსუს ნაწილი არის, მაგრამ ჯიუ-ჯიტსუ ბევრად უფრო მეტი რაღაც შედგება. ეს არის ფასინგი, ეს არის კონტროლი, პოზიციონირება და ასე შემდეგ, რომელიც საკმაოდ ეფექტურად აქვს დერნის გამოყენებული წლების განმავლობაში და ამიტომ ეს MMA-საც დარტყმები გაქვს, შეგიძლია რომ კაი პოზიციებიდან არც საბმიშენი მოიპოვა, არამედ დარტყმებით დააზიანო ოპონენტი. ასე რომ ის რომ ვიღაცას მეტი საბმიშენი აქვს, ვიღაცაზე არ წყვიტავს იმას, რომ უკეთესი საბოლოო ჯამში გრაპლერი არის. ერთი ნიუანსი არის, უბრალოდ მას მეტი საბმიშენი აქვს და ეგ ეკუთვნის, ეგ ასე ვთქვათ, ბრჭყალებში პრიზი. მაგრამ ნახოთ რეალურად მოახერხებს თუ არა ისეთი დონის გრაპლერთან გამკლავებას რობერტსონი თუნდაც MMA-ში როგორც არის დერნი. მე მგონია რომ მაინც ვერ უფრო გაუჭირდება მაინც დერნისკენ ვიხრები მაგ მიმართულებით თუ მაგეთ წავიდა. რა თქმა უნდა ისევ და ისევ MMA-ა ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, მაგრამ სუფთა სტილისტურ ბრძოლაში და სუფთა ამ შეტაკებაში მაინც უნდა მივანიჭო უპირატესობა დერნს და მგონია რომ განსაკუთრებით თუ დააძალებს რობერტსონი გრაპლინგს და მოინდომებს თავისი ასე ვთქვათ ნათქვამების გამყარებას და დამტკიცებას, მგონია რომ საბოლოო ჯამში დერნი მოიპოვებს უპირატესობას და დაამარცხებს მას. ამ შემთხვევაში მაინც ისევ და ისევ უკეთეს ვერსია ვხედავ რობერტსონის დერნს. იმის მიუხედავად რომ MMA-ში უფრო დიდი გამოცდილება აქვს რეალურად რობერტსონს, ნუ არანაკლები ყოველ შემთხვევაში და ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული, ბევრი რამ აქვს ნანახი და ისევ და ისევ უფრო შესაძლოა მისი MMA-ის მიმართ ორიენტირება, რომელიც თავიდანვე ჰქონდა, გამოადგეს რაღაცეებში ვიდრე დერნის, რომელიც მათ ერთ წვერვალს უკვე მიაღწია ჯიუ-ჯიტსუში, ახლა მეორე მწვერვალს მიაღწია UFC-ში.
და პოტენციურად მშიერმა მებრძოლმა შეიძლება მოახერხოს თავისი ასე ვთქვათ ამბიციების გამართლება და დამტკიცება ობერცონის კუთხით, მაგრამ ვიხილოთ მე მაინც 60-40-ზე ვიხრები დერნისკენ. მადლობა რომ გვიყურეთ, თუ მოგეწონათ, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიჭირეთ მხარი, მოიწონეთ ვიდეო, გააზიარეთ და დაგვიკომენტარეთ თქვენი მოსაზრებები ვიდეოზე, ვიდეოში გამოთქმულ მოსაზრებებზე და ასევე დამატებით რაიმე თქვენ თუ გაქვთ დასამატებელი, ჩვენთვის საინტერესო არის. ყველა ასე ვთქვათ ხარისხიან კომენტარს და ყველა ლოგიკურ კომენტარს შევეცდებით რომ პასუხი გავცეთ და ჩვენი მხრიდანაც შემოვიდეთ საუბარში.